მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი დეკემბრის თვის ფინანსებთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური ენერგიები, რა სიახლეები გელოდებათ, რა გამოწვევები გელოდებათ დეკემბრის თვეში, კონკრეტულად ფინანსების სფეროში, კონკრეტულად შემოსავლების სფეროში. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ტაროს პროგნოზების ვარიანტების გაშლაზე, მანამდე ჩემი თხოვნა იქნება, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ არ გამოგჩეს საინტერესო სიახლეები, რომელსაც მე საკმაოდ ესეთი ხშირი ინტენსიურობით ვთავაზობ ჩემს გამომწერებს. ასევე დაალაიქეთ, გააზიარეთ ვიდეო ჩანაწერი თქვენს news feed-ზე, დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რამდენად რეზონირდა პროგნოზები თქვენთან, რამდენად მოვიდა თქვენთან ახლოს, თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან და რადგანაც, რა თქმა უნდა, ჩემი კონტენტი ემსახურება სწორედ ადამიანების ინფორმირებას, სულიერ გაძლიერებას, როდესაც ადამიანი არის ინფორმირებული, როდესაც ადამიანმა იცის და აქვს პროგნოზი, აქვს ხედვა მომავლის სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არც თუ ისე ცოტას ნიშნავს და ინფორმაციულად მომზადებული ადამიანი არის ძლიერი და მედეგი წინააღმდეგობებთან, ცხოვრებისეულ სირთულეებთან დაკავშირებით, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ენერგობალანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც თქვენ იღებთ ასეთ პროგნოზებს, ასეთ ხედვებს, თქვენთვის საინტერესო თემებზე, თქვენს შეკითხვებზე იღებთ პასუხებს, ბუნებრივია, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უკავშირი დააფიქსიროთ, გამოხატოთ ისეთი ელემენტარული აქტივობის სახით, როგორიც არის თუნდაც ვიდეოს დალაიქება, კომენტარის დაწერა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ვირტუალურ სამყაროში ჩვენ ადამიანები ასე კომუნიცირებთ ერთმანეთთან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უკავშირია, იმიტომ რომ ჩემი კონტენტი ემსახურება სწორედ ადამიანებს, ადამიანების სულიერ განვითარებას, მათ გაძლიერებას და შესაბამისად თქვენგან, უпростоრად ჩემს მსმენელებისგან, პირდაპირ მოგმართოთ, ასე ვთქვათ, უკავშირი, შესაბამისი უკუგება ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, ხო? ამიტომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თქვენი ხედვა, თქვენი ინსაიტები, თქვენი შთაბეჭდილებები და ასევე მაინტერესებს, რამდენად ისურვებდით ჩემგან ცოცხალ კომუნიკაციას ლაივში, ანუ ლაივში რომ შემოგთავაზოთ ხოლმე ცოცხლად პირდაპირ ეთერში, ასე ვთქვათ, ვიდეო გაშლები, ტაროს გაშლები, როგორც ყოველთვიურ პროგნოზებთან დაკავშირებით, პროგნოზებზე იქნება ეს ვთქვათ მომავალი თვის ფინანსების ანალიზი, თუ ურთიერთობების ანალიზი, ასევე სხვადასხვა საინტერესო თემებზე, ხო, რამდენად ისურვებდით ლაივში ამ ყველაფრის ესე პირდაპირ ცოცხლად მიღებას, ხომ, ესეც მნიშვნელოვანია. თუ გირჩევნიათ ვიდეო ჩანაწერების მოსმენა, ისევე როგორც გთავაზობდით აქამდე ამ კონტენტს, ხომ, წინასწარ მომზადებული ვიდეო ჩანაწერების სახით. ეს თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით ასევე ძალიან საინტერესოა ჩემთვის და თუ შეიძლება დააფიქსირეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ თემას, როგორც ხედავთ, წარმოდგენილია სამი ფერის სანთელი, თეთრი ფერის, მწვანე და წითელი ფერის, თეთრი ფერის სანთელი არის პირველი ვარიანტი, მწვანე ფერის სანთელი არის მეორე ვარიანტი, ხოლო წითელი ფერის სანთელი გახლავთ მესამე ვარიანტი. მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტი, ჩაიფიქრეთ, რომელიც დაგიძახებთ
რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ, რომ უფრო თქვენია, თქვენ გეხებათ თქვენი პროგნოზია, ან შეგიძლიათ აირჩიოთ თუნდაც რამდენიმე ვარიანტი, ან სამივე ვარიანტს მოусმინოთ და სინთეზი მოსმენილი პროგნოზებისა უკვე გააკეთოთ თავად თქვენ. თქვენი ჩაფიქრებული მოცემულობიდან, სიტუაციიდან გამომდინარე. პირველი ვარიანტით დავიწყებთ გაშლას და ქრონოლოგია გაშლისა იქნება ასეთი. პირველი შეკითხვა თქვენი სიგნიფიკატორი, თქვენი სიტუაციის სიგნიფიკატორი, აწმყოს ენერგიები, თქვენი ენერგიები, კონკრეტულად ფინანსებთან დაკავშირებით, როგორია ახლა ამჟამად, დინამიკაში, დეკემბრისთვის დინამიკაში ფინანსების განვითარება, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური ენერგიები დეკემბრის თვეში და თვის შეჯამება, რას შეაჯამებთ დეკემბრის თვეში, რა თქმა უნდა, ფინანსებთან დაკავშირებით, არა ზოგადად, არამედ ფინანსებთან, შემოსავლებთან, ფულად სახსრებთან დაკავშირებით. და მოდით ვნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი დეკემბრის თვეში ფინანსებთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება ფინანსური ენერგიები თქვენთვის დეკემბრის თვეში, დეკემბრის თვის დინამიკაში. რას შეაჯამებთ ფინანსებში დეკემბრის თვეში, რას შეაჯამებთ? პირველივე არკანის სახით ამოდის არკანი მთვარე, ეს არის ერთგვარი ბუნდოვანება ფინანსებში, აწმყოს ენერგიებში, აქ და ახლა არსებულ მოცემულობაში. თქვენ ცნობიერში, შესაძლებელია ცნობიერშიც არის ძალიან ბევრი შიში ფინანსებთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს რისგან არის გამოწვეული, განპირობებული, შეიძლება ეს მოდის წარსულიდან, წარსულში ვთქვათ, გადადგით რაიმე ნაბიჯი, ან რაღაცა იდეა გქონდათ, ჩადეთ მასში შესაბამისი რესურსები, დრო, ენერგია, ფული და ამ იდეამ არ გაამართლა. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ეს. ან შესაძლებელია რაღაცა გარკვეული ფინანსური კრიზისი, კრიზისული პერიოდი უკვე გამოგიცდიათ. იცით რას ნიშნავს უსახსრობის პერიოდი, მომჭირნეობის პერიოდი, ამიტომ შესაბამისად დღეს აქ უკვე არსებულ აწმყოს რეალობაში თქვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებით თქვენს ფინანსურ სფეროებს და ცდილობთ, რომ ის პერიოდი აღარ დაბრუნდეს, ან ისეთი შეცდომები აღარ დაუშვათ, როგორც იყო წარსულში და ამას დაგიტოვათ ერთგვარი შიშები. თქვენ სერიოზული ენერგეტიკული ბლოკები გაქვთ, მე ესე ვიტყოდი, ამ კონკრეტულ სფეროში, ფინანსების სფეროში, რადგან ძალიან ბევრი შიში ამოდის. შიში ზოგი შეიძლება იყოს გაცნობიერებული და რაზეც ვსაუბრობ, ალბათ ეს ჩემი საუბარის გარკვეულწილად დაგეხმარებათ ამ გაცნობიერებაში, თქვენი შიშების გაცნობიერებაში და რაღაც მხრივ შეიძლება იყოს გაუცნობიერებელიც, ღრმად დალექილი, ქვეცნობიერში და შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება ამოტანა, გაცნობიერება, დამუშავება, გასუფთავება თქვენი ცნობიერის აი ამ შიშებისგან და გაშვება ამ ყველაფრის, ხო? ასევე არის ესეთი მოცემულობაც, რომ შესაძლებელია თქვენ რაღაცა იდეის დონეზე გქონდეთ ჩანასახის დონეზე, ასე ვთქვათ, ეს იდეა ფინანსებთან დაკავშირებით, რაღაცას იწყებდეთ, ეხლა აყალიბებდეთ, ეხლა ქმნიდეთ. შეიძლება ეს იყოს რაღაც ახალი საქმე, ახალი შემოქმედება, შემოქმედებითი საქმიანობა. შეიძლება რაღაცას სწავლობდეთ კიდეც ამ მიმართულებით და ვინაიდან არ ხართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ბოლომდე, ასე ვთქვათ, არ გაქვთ ეს ცოდნა, ეს კონკრეტული სფერო ბოლომდე შესისხლხორცებული, ბოლომდე ათვისებული, შესაბამისად იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები თქვენგან ამ კონკრეტულ იდეასთან მიმართებაში და სწორედ აქედან მომდინარეობდეს თქვენი შიშები, რომ ვაი თუ არ გაამართლოს, მერე რა იქნება, ეხლა ვაკეთებ, ეხლა ვდებ ჩემს რესურსს, ჩემს ენერგიას, ჩემს დროს, თუნდაც ჩემს ფინანსებს, მაგრამ რომ არ გაამართლოს, რომ არ გამოვიდეს ფუჭი, შრომა, რომ შემრჩეს, რაღაცა ესეთი მდგომარეობა შეიძლება გქონდეთ დღეის მდგომარეობით.
რიგ წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტის ამორჩილებს, ხოლო რიგი ადამიანებისთვის შეიძლება იყოს ის წარსულიდან გადმოყოლილი ენერგეტიკული ბლოკები, წარსულში დაშვებული შეცდომის, ან არასწორი არჩევანის, ან არასწორ ადამიანებთან ერთად რაღაცის კეთებიდან გამომდინარე, ერთგვარი ფინანსური კრახის ან კრიზისიდან გამომდინარე შემორჩენილი შიშები, როდესაც უკვე ადამიანი აღარ არის ისეთი თამამი და ისეთი გამბედავი თავის წამოწყებაში, სიახლეებში და უჭირს უკვე ახალი ნაბიჯების გადადგმა, ახალ სფეროში თავის მოსინჯვა და რაღაცა მინიმალური რისკიც კი, იმიტომ რომ მას აქვს უკვე გამოვლილი აქვს მარცხი, უკვე გამოვლილი აქვს ისეთი მოცემულობები, როდესაც სცადა გარისკა, მაგრამ არ გაამართლა ამ რისკმა და ამ ცდილობებმა, ხო? როგორ განვითარდება დეკემბრის თვე? დეკემბრის თვეში ჩანს საკმაოდ მძლავრი ენერგიები. მე ვიტყოდი, რომ თქვენი შიშები და ის არკან მთვარის მდგომარეობა, რომელიც ილუზორულ ბუნდოვან ბურუსით მოცულ ვითარებაზე მიუთითებს და რა თქმა უნდა შიშებზე მიუთითებს, მე ვიტყოდი, რომ გადაჭარბებულია თქვენის მხრიდან, ვინაიდან საკმაოდ ძლიერად პოზიციონირებთ ფინანსების სფეროში დეკემბრის თვეში. აქ თქვენ უკვე ამოდიხართ როგორც ძალიან ისეთი ძლიერი, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, რომელიც თავის არჩევანს, თავის გზას მიუყვება ესე წელგამართული, ძალიან ისეთი ცხადი ხედვით და სხვათა შორის თქვენ შეიძლება მოგიწიოთ დეკემბრის თვეში ძალიან ისეთი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება რიგ თემებთან მიმართებაში რაღაცის გადაჭრა, გადაწყვეტა და ეს გადაწყვეტა მოხდება ძალიან ცხადი ლოგიკური ხედვით, ყოველგვარი ილუზიების, ყოველგვარი ყოყმანის, შიშების ან ემოციების გარეშე, ხო? თქვენ აქ წარმოდგენილი ხართ როგორც ხმლების დედოფალი, ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა უნდა მიიღოს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ის სასურველი მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, ვინ არის მისი გვერდში მდგომი, ვინ არის მისი თუნდაც ბიზნეს პარტნიორი, კოლეგა, თანამოაზრე, თანამშრომელი, ადამიანი, რომელიც იმსახურებს მასთან ერთად საქმის კეთებას, ხოლო მან ასევე ძალიან კარგად იცის, ვინ არ უნდა დაიყენოს გვერდში, ვინ შეუშლის ხელს, ან რა შეუშლის ხელს და რა უნდა მოიკვეთოს, რა უნდა მოიჭრას, ხო? ხმლები ყოველთვის რაღაცის გადაწყვეტასთან, გადაჭრასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად თქვენ ამას მშვენივრად გაუმკლავდებით ამ გამოწვევებს, ასეთი თემები თუ კი დადგება თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით და თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც დეკემბრის თვეში აუცილებლად გამოჩნდება ცხადზე უცხადესად და ამავდროულად ეს თქვენი პოზიცია, ეს თქვენი მიდგომები გაამართლებს, იქნება აბსოლუტურად სწორი და მიზანმიმართული, ცხადი შედეგებზე გაგიყვანთ, რაც ძალიან დიდ ემოციურ ავსებას და კმაყოფილებას მოგიტანთ, ხო? ეს თქვენი საქმე არ არის მხოლოდ რაღაცა უბრალოდ ფინანსების წყარო, თქვენ ამას უდგებით როგორც შემოქმედებითი ადამიანი, რომ ეს არის თქვენი მოწოდება, საქმე, რომელიც განიჭებთ სიამოვნებას, რომელიც გაძლევთ ემოციურ ავსებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, თქვენ აქ უკვე დეკემბრის თვეში იმყარებთ თქვენს პოზიციებს, ვინც რას არ უნდა აკეთებდეთ და რა საქმეშიც არ უნდა იყოთ. საკმაოდ მძლავრად წარმოჩენდებით, ვინაიდან აქ იმპერატორი ქალი ამოვიდა. იმპერატორი ქალი ეს არის ქალი ლიდერი, ქალი ბოსი, ქალი მმართველი, ხო? ქალი, რომელსაც აქვს შესაბამისი მისთვის მისი რანგისთვის შესაბამისი შესაფერისი შემოსავლები, საქმე, რომელშიც ის ჩანს, რომელშიც ის ლიდერია, მმართველია, ბოსია, თუ შეიძლება ასე ითქვას, და რომელიც ამ ყველაფერში პოულობს ავსებას, პიროვნულ ავსებასაც, არა მხოლოდ ფინანსურ ავსებას და მატერიალურ ავსებას, არამედ პიროვნულ ავსებას. რაც შეეხება
შეჯამებას, თვის შეჯამებას, თვის განმავლობაში აქ მთავარი ლაიტმოტივი, მთავარი ხაზი, ასე ვთქვათ, იქნება დეკემბრის თვეში სწრაფი გადაწყვეტილებები, სწრაფი მოქმედება, გონებით მოქმედება და ცივი, ასე ვთქვათ, რაციონალური გონებით მიღებული გადაწყვეტილებები. ამავდროულად შესაძლებელია იყოს თანადგომა რაღაცა ოჯახისგან, შეიძლება ეს იყოს ოჯახური ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ოჯახის ქონება, ოჯახის საქმე, ოჯახის გვერდში დგომა, რაღაცა ისეთი შემოსავლები, რომელიც არის ოჯახური, ან შეიძლება ოჯახის წევრებისგან იყოს გარკვეული თანადგომა ამ თქვენ საქმესთან მიმართებაში. რაც შეეხება ბოლო არკანს, რომელიც ამოდის მთლიან გაშლაში, ბოლო არკანის შეჯამების სახით გეუბნებათ თქვენ, რომ ამ თქვენი შრომის და საქმიანობის ნაყოფები, შედეგები მხოლოდ დეკემბრის თვეში და დეკემბრის თვით არ შემოიფარგლება, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი დრო, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს ამათ. შედეგები იქნება ნამდვილად დასაფასებელი თქვენი შრომის, თქვენი მონდომების, თქვენი ძალისხმევის შედეგი, მაგრამ ცოტა მეტი დრო ჭირდება ამ ყველაფერს, ვიდრე მხოლოდ ერთი თვეა. ამ თვის მანძილზე შეჯამების სახით თუ ვიტყვით, თქვენ გაიმყარებთ თქვენს პოზიციებს. ფაქტია, რომ იმ შიშებისგან, იმ ილუზიებისგან, იმ ბურუსისგან, იმ გაურკვევლობებისგან, რომლითაც დაიწყო გაშლა და რომელიც გაქვთ დღეს მდგომარეობით, ნამდვილად განთავისუფლდებით. შემოდის ცხადი, ნათელი ენერგიები თქვენს ფინანსურ სფეროში, რაშიც თქვენ უშუალოდ თქვენი რაციონალურობით ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ სწორედ ეს ბუნდოვანება გაიფანტოს და სიცხადე შემოვიდეს თქვენს საქმიანობაში. ეს ყველაფერი ხდება თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი რაციონალურობით, თქვენი გონება-გამჭრიახობით, თქვენი ცივი ლოგიკური გაანგარიშებული მიდგომებით, რაც ყოველთვის ამართლებს ფინანსებში. ამავდროულად თქვენი ძალიან დიდი აქტივობით, სისწრაფით, სწრაფი რეაგირებით ყველაფერზე, ხო? სწრაფი, ასე ვთქვათ, მენტალური ენერგია შემოდის ფინანსების სფეროში, ანუ თქვენი რაციონალური გონებით იღებთ ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად შედეგიც არ აყოვნებს. ამავდროულად ოჯახიც ხედავს თქვენს მოწადინებას, თქვენს შრომას და ისინიც გარკვეულწილად დაგიდგებიან გვერდზე, შეიძლება ეს იყოს ფინანსური მხარდაჭერაც, შეიძლება ეს იყოს თუნდაც ემოციური მხარდაჭერა და გვერდში დგომა და დაფიქსირება იმისა, რომ ისინი თქვენ გვერდზე არიან, იზიარებენ თქვენს ხედვებს და თქვენს ერთგვარ ზურგს წარმოადგენენ ამ ყველაფერში. ამავდროულად შედეგები არის უფრო შორი და ხანგრძლივადიანი, ამიტომ ასე განაგრძეთ, მე ვიტყოდი და თქვენი ძალისხმევა, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება არა მარტო დეკემბრის თვეში, არამედ უფრო შორეული მომავლის პერსპექტივაშიც. აი, ასეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტი, რას გვიჩვენებს. თქვენი სიგნიფიკატორი, პირველი შეკითხვა, თქვენი სიტუაციის აწმყოს მოცემულობის სიგნიფიკატორი. მეორე შეკითხვა, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები დეკემბრის თვის დინამიკაში? და შეჯამება, რას შეაჯამებთ ამ თვეში ფინანსების სფეროში, კონკრეტულად შემოსავლებთან დაკავშირებით. თქვენი სიტუაციის სიგნიფიკატორი, განვითარება ფინანსური ენერგიებისა დეკემბრის თვეში, თვის შეჯამება, შედეგი. თქვენი ამჟამინდელი ენერგიები ფინანსურ არხში გვიჩვენებს, რომ საკმაოდ სტაბილური, მშვიდი და კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეულია. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, არის მოწესრიგებული, წესების მიხედვით გაწერილი, გაანგარიშებული. ეს შეიძლება იყოს დაწესებულება, სადაც მუშაობთ,
კონკრეტული წესებით, დებულებით მოწესრიგებული, სტრუქტურიზებული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც მუშაობს კონკრეტული წესებით, კონკრეტული დებულებებით. ყველაფერი არის სისტემატიზებული, დალაგებული, კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცეული. ასევე რიგი ადამიანებისთვის შესაძლებელია ეს იყოს ოჯახის თანადგომა ფინანსურ სფეროებში, ოჯახის გვერდში დგომა. ასევე შესაძლებელია თქვენ გარდა მუშაობისა, ანუ მუშაობის კონკრეტული საქმის პარალელურად სწავლობდეთ კიდეც. შესაძლებელია ეს იყოს ონლაინ კურსები ან კონკრეტულ სასწავლებელში სწავლის პროცესი. ანუ ეს არ არის მხოლოდ მუშაობა, გამომუშავება და რაღაცა ფულადი რესურსების მოპოვება. ასე არ დგას თქვენი რეალობა. თქვენი რეალობა ფინანსურ სფეროებში უფრო დაკავშირებულია რაღაცა წარსულთან, წარსულის გამოცდილებასთან, ისეთ რამესთან, რასაც უკვე აქვს ფესვები, გარკვეული ტრადიციებით შესაძლებელია და ამ უკვე არსებულ საყრდენზე, საფუძველზე შესაძლებელია თქვენ აშენებდეთ რაღაც ახალს და ეს ახალი შეიძლება იყოს რაღაც ახალი პროფესიის ათვისება, რაღაცა ახლის სწავლა, ახალი ნაბიჯები. მაგრამ ეს არ იწყება ნულიდან, ამ ყველაფერს აქვს გარკვეული საყრდენი, გარკვეული საფუძველი, ძველი ინსტიტუციების, გამოცდილი ინსტიტუციების სახით, ან შესაძლებელია ოჯახური ტრადიციების სახით, ხომ? ვიცით ჩვენ ისეთი ოჯახები, სადაც თქვათ, შვილი აგრძელებს პროფესიულ ხაზს ოჯახში, ხო? მაგალითად, ბებია იყო, თქვათ, მათემატიკოსი და შვილიშვილიც მიყვება ამ ხაზს, ან ექიმებს აქვთ, მედიკებს, ხო? სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ასევე როდესაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეს პროფესია. ასევე შესაძლებელია ეს არ იყოს პროფესიული ასპარეზი, მაგრამ იყოს რაღაცა ოჯახური ტრადიცია, ოჯახური ბიზნესი, საქმე, რასაც ოჯახი აკეთებს და გადასცემს თაობიდან თაობას, მაგრამ აი ამ მოქმედებათა თაობათა ჯაჭვში თქვენ გამოდიხართ როგორც კვერთხების პაჟი, ანუ ადამიანი, რომელიც ამ ძველსაც არ ივიწყებს, სცემს პატივს და მოჰყავს რეალიზებაში ეს ძველი თაობათა, ასე ვთქვათ, წინაპრებისგან თაობიდან თაობაზე გადმოცემული ცოდნა, პროფესიული ნიშა, კონკრეტული საქმიანობა და ამავდროულად თავისი ახალი სიტყვის თქმაც უნდა აი ამ საქმეში რაღაცა ახალი იდეის, ინოვაციების შემოტანა, ხო? აი ასეთ ენერგიებში გხედავთ მე თქვენ დღეს თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება თქვენი ფინანსური არხი, თქვენი ფინანსური ენერგიები დეკემბრის თვეში? საკმაოდ მძლავრი დინამიკა ჩანს. თუ თავიდან პროცესი მიდის, ასე ვთქვათ, დაიძრება ნელა, ნაბიჯ სისტემური მიდგომით, რაღაცა თვის გარკვეულ მონაკვეთში ეს დინამიკა, ეს მოძრაობა დაჩქარდება და რაღაცა დიდ ენერგიებზე გადიხართ. ეს შეიძლება იყოს რაღაცა დიდი კონტრაქტი, დიდი გამარჯვება, რაღაცის მოპოვება. თუ მაგალითად თქვენი საქმიანობისთვის გჭირდებათ ლიცენზია, ან გჭირდებათ რაღაცა კონკრეტული კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობთ, ან რაღაცა კონკრეტული მიმართულებით მიზანი რაც გაქვთ აღებული, თქვენი მიზანი რაც არის, რასაც თქვენ მიზნად მიიჩნევთ, აი ამ მიზანში აბსოლუტური გამარჯვება გაქვთ, ხო? ამოდის გამარჯვებული ადამიანი. წინ წასული ადამიანი ძალიან დიდ ელვისებურ ნახტომს გააკეთებს. თუ აქამდე იყო ნაბიჯ, ნელი სვლა და ნელი განვითარება, დეკემბრის თვეში შესაძლებელია მოვიდეს
უეცარი ნახტომისებური წინსვლა, ნახტომისებური გამარჯვება, რაც შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული შეთანხმების დადებით, რაც შეიძლება გამოიხატოს რაღაცა ლიცენზიის უფლების მოპოვებით თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაღაცის ჩაბარებით, თქვათ თუ რაღაცა, თქვათ სერტიფიკატის ასაღებად, თქვათ მეცადინეობთ, სწავლობთ და რაღაცა გასაუბრებაზე უნდა გახვიდეთ, ან წერაზე უნდა გახვიდეთ, ხო? იმისთვის რომ ეს მოიპოვოთ. ეს ესეთი სახის ნახტომისებური განვითარება მოდის დეკემბრის თვეში თქვენ საქმიანობაში, რაც აგავსებთ აბსოლუტური ოპტიმიზმით, შემართებით და თვითრწმენას შეგმატებთ, თავდაჯერებას შეგმატებთ, მიხვდებით და გააცნობიერებთ, რომ ნამდვილად სწორი მიმართულება გაქვთ აღებული, რომ თქვენი მიზანი სწორია, თქვენი გზა სწორია და ნამდვილად იმსახურებთ იმ ყველაფერს, დამსახურებულად იღებთ იმ გამარჯვებას, რომელშიც ამდენი, თქვა, ძალისხმევა და შრომა გაქვთ ჩადებული და პროცესში ხართ უკვე ამდენი ხანია, ხო? ფინანსური რესურსები შესაბამისად მოდის თქვენი უშუალო სვლით, თქვენი უშუალო პროცესში ყოფნით, კონტროლით, მენეჯმენტით, მენეჯმენტში გულისხმობ ყველაფერს, ეს შეიძლება იყოს დროის მენეჯმენტი, ადამიანური რესურსის მენეჯმენტი, მართვა პროცესის სვლა შეუჩერებელი მიზნისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვის შეჯამებას, აქ უკვე განსხვავებულ ენერგიებს ვხედავთ, ანუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ შესაძლებელია ყველას არ უხარია თქვენი წარმატება, ყველა ვინც არის თქვენთან ერთად საქმეში, რაც დაკავშირებულია სწორედ ფინანსების მოპოვებასთან, არ არის თქვენი ტოლი და სწორი და საჭიროა რაღაცნაირად ლავირება, თავის დაჭერა და საკუთარი პოზიციების დაცვა, საზღვრების გავლება თქვენსა და ამ ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს ეს მეგობრული მიდგომა, სითბო, ეს უშუალობა მე ძალიან უვარდებათ ხოლმე თავში, ესე უხეშად ვიტყვი და მე აღარ იციან უკვე ვის რა ადგილი ეკუთვნის, ვინ რა უნდა თქვას, ვინ როგორ უნდა მოიქცეს თქვენთან მიმართებაში და შესაბამისად თქვენ გიწევთ ამაზე მუშაობა, უფრო ფრთხილი და მოზომილი კომუნიკაციები თქვენს საქმიან ურთიერთობებში და ერთგვარი საზღვრების გავლება, ხო, იმის ხაზგასმა და იმის გამოხატვა, რომ თქვენი ადგილი იცით, თქვენი პოზიციები იცით და შესაბამისად ესე ყველასთან ვერ გაითქვიფებით და ყველამ უნდა იცოდეს ასევე თავისი ადგილი, ხო? აქ ჩანს გუნდური მუშაობა, ნამდვილად და შესაბამისი შედეგებიც ფინანსური არის, ნამდვილად შემოდის ეს ფინანსური რესურსები თქვენს ფინანსურ არხში, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უშუალო ძალისხმევით და გუნდური მუშაობით, აქ მხოლოდ თქვენი მუშაობა არ ჩანს, თქვენ ხართ ისეთ საქმეში, სადაც ჩართულია რამდენიმე ადამიანი და მიდის ეს პროცესი, მაგრამ აქ უკვე შეჯამების თვალსაზრისით გამოიკვეთება, რომ საჭიროა უფრო საზღვრების დაცვა, ფრთხილი კომუნიკაციები და ენერგიის დაზოგვაც, ასევე შემოწმება იმისა, თუ ვინ არის გულწრფელი და ვინ არა. ხომ არ გატყუებთ ვინმე, ხომ არ მოქმედებენ თქვენს ზურგს უკან ფარულად და ხომ არ გყავთ მტრები ან მოშურნეები ზედმეტად ახლოს. აი რაღაცა ესეთი თემებიც წამოვა დეკემბრის თვეში თქვენს ფინანსურ საქმიანობაში, ამიტომ თუ გენიშნათ ეს ყველაფერი და მოვიდეთ თქვენთან ახლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ და ესეთი პრინციპი მიდგომა გაატარეთ თქვენ საქმიანობაში, რომ ენდე, მაგრამ გადაამოწმე, ხო? რა თქმა უნდა, ნდობა საქმეში არის უმთავრესი, მაგრამ უმჯობესია თუ ყველაფერი იქნება გადამოწმებული, საბუთობრივად მოწესრიგებული, იმისთვის, რომ მე შემდგომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები, არ გაჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯები და მე არ არგვიოთ ვინ სად და როდის დაუშვა შეცდომა, ან ვინ როდის დაუშვა შეცდომა ერთია და მეორე შეიძლება სპეციალურადაც მოხდა არაგონივრული ხარჯების გაწევა თქვენის მხრიდან, არაგონივრული, არაგულწრფელი დამოკიდებულებიდან
არაგულწრფელი თანამშრომლობიდან გამომდინარე, არასათანადო ხარჯების თემამ შეიძლება წამოიციოს წინა პლანზე. ამიტომ თუ თავიდანვე თადარიგს დაიჭერთ, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება და შესაბამისად გულისწყეტა ნაკლები იქნება ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. აი ასეთი გახდათ ფინანსური სფეროს ანალიზი მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის დეკემბრის თვეში. თვე იწყება საკმაოდ სტაბილური ენერგიებით, რაღაცა კონკრეტულ საყრდენზე, ფუნდამენტზე დაყრდნობილი საქმიანობით, სადაც თქვენ შემოგაქვთ რაღაცა ახალი სიტყვა, ინოვაციები, ახალი იდეები. ეს ყველაფერი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სწავლის პროცესთანაც, ან კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ან რაღაცა კურსების გავლასთან, ან რაღაცა სერტიფიცირებული ცოდნის მოპოვებასთან. პროცესი ვითარდება დასაწყისში ნელა, შემდგომ მოდის რაღაცა ნახტომისებური განვითარება, გამარჯვება, რაღაცის მოპოვება, მიზნის მიღწევა და ამით განცდილი სიხარული, გამარჯვების რაღაცა განცდა და შესაბამისი პოზიციების მოპოვებაც. მაგრამ თვის ბოლოს შეჯამების თვალსაზრისით ჩნდება გარკვეული სიფრთხილის მომენტები და საჭიროება სიფრთხილის საზღვრების გავლება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ჩართულია ამ თქვენს გუნდურ სამუშაოში და მათი, ასე ვთქვათ, კონტროლი, რაც შეიძლება მაქსიმალური კონტროლი, რათა არ მოხდეს გარკვეული არამიზნობრივი ხარჯვები, თუ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი ბიზნესები, ან გარკვეული არაგულწრფელობის და შურის ელემენტები თქვენი კოლეგების მხრიდან, ვისთან ერთადაც აკეთებთ საქმეს. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. ბოლო მესამე ვარიანტი. თქვენთვის, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, დეკემბრისთვის ფინანსურ ენერგიებთან, ფინანსურ განვითარებასთან დაკავშირებით, თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის სიგნიფიკატორი, მოცემულობა რა სიტუაციაში იმყოფებით ახლა, შემდეგი ქრონოლოგია არკანების შეეხება დინამიკაში ფინანსური არხის, თქვენი ფინანსური ენერგიების განვითარებას მომდევნო თვის განმავლობაში, ერთი თვის განმავლობაში და შეჯამება, შედეგი ერთგვარი, თუ რას შეაჯამებთ დეკემბრის ბოლოს ფინანსურ წყაროებთან, შემოსავლებთან დაკავშირებით. თქვენი სიგნიფიკატორი ფინანსებთან მიმართებაში, თვის განვითარება, რას შეაჯამებთ ფინანსებთან მიმართებაში. მესამე ვარიანტში ვხედავთ ენერგიებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ კონკრეტული არჩევანის გაკეთებასთან. რაღაცა რთული არჩევანის წინაშე გახართ და ეს არჩევანი დაკავშირებულია პირდაპირ მინიშნებით და პირდაპირ მითითებით, სწორედ რომ თქვენს ფინანსურ სტაბილურობასთან, თქვენს ფინანსურ ენერგიებთან და მიღება-გაცემის თემებთან. თქვენ შესაძლებელია გსურდეთ ფინანსური ზრდა, მაგრამ ამის შესაძლებლობას, ამის საამისოდ შესაბამის მასშტაბებს ვერ ხედავდეთ თქვენს რეალობაში. შესაბამისად, თქვენ უფრო ორიენტირებული ხართ ფინანსების დაზოგვაზე, იმ ვითარების, იმ მდგომარეობის შენარჩუნებაზე, რაც გაქვთ დღეს მდგომარეობით. აქ მთლიან
გაშლაში ჩანს უფრო მეტად დაზოგვის, შენარჩუნების, შენახვის ენერგეტიკა და არა თამამი ნაბიჯების, რისკების და სიახლეებისკენ სწრაფვის ენერგეტიკა. არჩევანის წინაშე გახართ, მაგრამ დღის მდგომარეობით თქვენი ხედვა უფრო მიმართულია არა რისკისკენ, არა სიახლეებისკენ, არა რაღაცა კონკრეტული ცვლილებებისკენ, არამედ იმ ჩარჩოებში დარჩენისკენ, თუნდაც არ გაკმაყოფილებდეთ ეს მდგომარეობა, იმ კომფორტის ზონაში დარჩენისკენ, რაშიც ხართ. კომფორტის ზონას პირობითად ვამბობ, კომფორტის ზონას ამ სიტყვას არ ვიყენებ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კმაყოფილი ხართ თქვენი ფინანსური მოცემულობით, უბრალოდ შეიძლება იყოს ცოტა, მაგრამ ეს ცოტა სტაბილურად გქონდეს ადამიანს და სწორედ იმ სტაბილურობისკენ იყოს მიზანსწრაფული. იმის შიშით, რომ თუ გარისკავს, ის ცოტაც აღარ ექნება, ხო? აი რაღაცა ასეთ ენერგეტიკას ვხედა უფრო თქვენს ამჟამინდელ მოცემულობაში. თუმცა დეკემბრის დინამიკაში ჩანს განსხვავებული ენერგიები. თქვენ გინდათ თუ არ გინდათ რაღაცა კონკრეტული ფინანსურ სარბიელზე, რა თქმა უნდა, კონკრეტული არჩევანის გაკეთება მაინც გიწევთ. და ამ ყველაფერს მაინც გარკვეული ცვლილებები შემოაქვს თქვენს რეალობაში. ყველაფერი ცხადი მაინც არ არის გარკვეული გარემოებები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, თითქოს ყველა კარტი არ არის გახსნილი, არსებობს გარკვეული ფარული ვითარებები, რომლის შესახებაც თქვენ ჯერჯერობით თითქოს ინფორმირებული არ ახართ. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ იჩქაროთ დეკემბრისთვის განმავლობაში და ძალიან მყარად სტრუქტურიზებულად მიუდგეთ თქვენი ფინანსების თემას, იმიტომ რომ აქ ჩანს გარკვეული ფარული დინებები. თითქოს ყველაფერი არ არის გამოტანილი დღის სინათლეზე, ამიტომ შეცდომის დაშვების ალბათობაც მაღალია. შესაძლებელია ამ ფინანსების სფეროში ფიგურირებდეს ქალი, ქურუმი ქალის ენერგეტიკით, ძლიერი ფიგურანტი, ძლიერი მოთამაშე და ასევე მამაკაცი ხმლების მეფის ენერგიებში. ეს შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, თქვენი ხელმძღვანელი, ან ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაციონალური აზროვნება, ცივი გონებით აზროვნება და შესაბამისად საკმაოდ კარგი და სწორი რჩევების მოცემა თქვენთვის. ასევე შესაძლებელია აღნიშნული არკანების კომბინაცია გეუბნებოდეთ, რომ თქვენს ფინანსურ რესურსებს შეხედოთ თქვენი შინაგანი ხედვით, თქვენი შინაგანი ინტუიციით და უფრო მეტად იდეაში ფინანსურ გაანგარიშებებს უფრო ცივი რაციონალური გონებით მიდგომა უხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს თქვენ გიწევთ რაღაცნაირად ინტუიციას მიენდოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ისე გააკეთოთ არჩევანი. რაღაცნაირად ინტუიციის თემა მაინც ფიგურირებს ამ ყველაფერში. თქვენს შინაგან ბრძენ მეს დაუგდოთ ყური და იმოქმედოთ თქვენი შინაგანი ინტუიციით უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ ლოგიკით. ამავდროულად არ იქნებოდა ურიგო აი ესეთი პიროვნების, თუ კი არის რა თქმა უნდა ასეთი ადამიანი თქვენს რეალობაში, აი ეს პიროვნება, რომელიც ამოდის აქ ხმლების მეფის რანგში, ამ ადამიანთანაც გაიაროთ კონსულტაციები, თუ კი ასეთი ადამიანი როგორც რესურსი არსებობს თქვენს მოცემულობაში. რაც შეეხება შეჯამებას, შეჯამებისთვის
შეჯამების ენერგიებში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ორაზროვან ენერგიებს. ბევრი რამ რადიკალურად იცვლება თქვენს ფინანსურ არხში, შემოდის ბევრი სიახლე, სწორედ აი ამ ცვლილებების შედეგად. მაგრამ ამავდროულად ჩანს ერთგვარი თავის ტკივილის მდგომარეობა, ხო, რაღაცა შეიძლება ეს იყოს გადატვირთვის ბრალი, შეიძლება ეს იყოს რაღაცა სანერვიულო თემის ბრალი, ბევრი ფიქრი, ძალიან ბევრი ფიქრი ამოდის აქ, რაღაცაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. მაგრამ აქ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია, ყველაფერი მაინც ისე მწავა, როგორც რომ დაწერილია ერთგვარ ბედის წიგნში და რატომ ვამბობ ამას, ხო? ის რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. აქ ამოდის ბედის ბორბალი, ფორტუნა, რომელიც ხშირად მიუთითებს ხოლმე საკმაოდ ისეთ რადიკალურ ცვლილებებზე ცხოვრებაში და განსაკუთრებით ისეთ ცვლილებებზე, რომელიც არ არის ჩვენზე დამოკიდებული და დაწერილია ესე ხატოვნად თუ ვიტყვი ბედის წერის წიგნში, ის რაც უწერია ადამიანს. შესაბამისად, ზედმეტი ფიქრი, ნერვიულობა გამოიწვევს მხოლოდ თქვენს ენერგეტიკულ გამოფიტვას, თავის ტკივილებს და შესაძლოა უარყოფითად აიცახოს ასევე თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ მოერიდეთ ასეთ მიდგომას და რაღაც მხრივ მიანდეთ თქვენს შინაგან ხმას, თქვენს შინაგან ინტუიციას, შინაგან სიბრძნეს და როგორც თავიდანვე აღვნიშნე, თუ არსებობს ესეთი ადამიანი ერთგვარი რესურსის სახით, როგორც ამოვიდა აქ ხმლების მეფე, კარგი იქნებოდა თუ ასეთ ადამიანთან გაივლიდით კონსულტაციას, დაეკითხებოდით რჩევას და მასთან და მის აზრს გაითვალისწინებდით. იმიტომ რომ ესეთი მოაზროვნე, გონება გახსნელი და გამჭრიახი ადამიანები ხშირად ადამიანს აძლევენ ისეთ სწორ გონივრულ რჩევებს, რომელიც ნამდვილად სასარგებლო და გამოსადეგია. ფორტუნა გვესაუბრება, რომ ყველაფერი მაინც მიდის ცვლილებებისკენ, თქვენ შეიძლება უფრო შენარჩუნებისკენ მიისწრაფვით და კომფორტის ზონაში დარჩენისკენ მიისწრაფოდეთ, მაგრამ მაინც ყველაფერი უფრო ცვლილებებისკენ მიდის, თვის ბოლოსკენ ბევრი რამ შეიცვლება და თქვენ შესაძლებელია სრულად ახალი იდეები მოგივიდეთ, ახალი ხედვები მოგივიდეთ თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით. და ამაზე საუბრობს სწორედ ბოლო არკანი. ეს იქნება თქვენთვის ერთგვარი ნათურების ანთება გონებაში, ხომ? აი ეს სიმბოლიკა ესეთია არკანის. ეს ნათურები ჩვენ უნდა მივიჩნიოთ როგორც იდეები, სიახლეები, ახალი თემები, რომლებიც არ იყო აქამდე, მაგრამ აუცილებლად შემოვა თქვენს ყოველდღიურობაში, თქვენს დღის წესრიგში. და თქვენ ჩათვლით, რომ ღირს ამ იდეებზე დაფიქრება, მათი ანალიზი და შესაბამისად უფრო შორეულ პერსპექტივაში მათი განხილვა, დაგეგმა და შემდგომ განხორციელება. შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს კონკრეტულად სწავლის პროცესთანაც, დაწერილობით დოკუმენტაციასთან, შეთანხმებებთან, რაღაც ოფიციალურად გაფორმებასთან, სწავლების პროცესთანაც არ არის გამორიცხული, ან კვალიფიკაციის ამაღლება მოიაზრებოდეს აქ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მიდის რადიკალური ცვლილებებისკენ, სიახლეებისკენ და ის ენერგეტიკა, რაც ამოვიდა დასაწყისში, რომ თითქოს უფრო შენარჩუნებისკენ და იმ მდგომარეობაში დარჩენისკენ მიისწრაფვით, რაშიც ხართ ახლა. ესეთი მიდგომა ალბათ შეიცვლება თვის ბოლოსკენ თქვენის მხრიდან, ან თავად თქვენ შეცვლით ამ მიდგომას, ან ყველაფერი წავა ისე და მოვლენები განვითარდება ისე, რომ თქვენც უფრო გაიხსნებით სიახლეებისადმი, მიენდობით ამ პროცესს
და მიყვებით აი ამ ახალ დინებას, ახალ ნაკადს, რომელიც რომელმაც შესაძლოა საერთოდ სხვა მიმართულება გიჩვენოს ცხოვრებაში. ამაში დაგეხმარება თქვენი შინაგანი ინტუიცია, შინაგანი სიბრძნე, ლავირება, ბალანსის დაცვის უნარი, ცვლილებებისადმი მინდობა და ჭკვიანი ადამიანის რჩევა, კონსულტაცია. ჭკვიან ადამიანთან გავლილი ერთგვარი კონსულტაცია. აი ესეთი გახლდათ მესამე ვარიანტი დეკემბრისთვის ფინანსურ პროგნოზთან დაკავშირებით. თუ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, თუ შეგეხოთ და თუ თვლით, რომ მიიღეთ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის გააზიაროთ და ლაიქოთ ვიდეო, ასევე დამიწეროთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ხედვები, თქვენეული ხედვები. რაც შეეხება პირად სეანსებთან დაკავშირებით, მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დროებით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.